შანსები თითქმის არ არის, ამბობდნენ ექიმები, მაგრამ გიორგი გადარჩა საშინელი ავარიისა და 17 ოპერაციის შემდეგ. ახლა მას შვენი დახმარება სჭირდება, რომ პირველი ნაბიჯი გადადგას. ბიჭი პოლონეთში სამუშაოდ წავიდა, გეგმებს აწყობდა, ოჯახზე ოცნებობდა. თუმცა გზაზე მომხდარმა ერთმა წამმა ყველაფერი შეცვალა. შემხვედრ ზოლზე მანქანა გადმოვიდა. სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გიორგიმ საჭე მკვეთრად აიღო. საკუთარის გადარჩენა კი ვერ მოასწრო. იგი ფანჯრიდან გადავარდა. ზემოდან კი ავტომობილი დაეცა, რომელმაც ხერხემალი ფაქტობრივად გასრისა. სრული დამოკიდებულება დედაზე, რომელიც ყოველდღიურად უხვევს საშინელ ნაწოვრებს და ზრდასრული შვილი პირდაპირ მნიშვნელობით ხელში აყვანილი დახყავს. ექიმები იმედის მომცემ პროგნოზს აძლევენ, თუ ინტენსიურ რეაბილიტაციას ახლავე გაივლის. ბიჭს აქვს ყველა შანსი ფეხზე დადგეს. გიორგის ოჯახი ძალა გამოცრილია. მთელი ქონება გაყიდულია. მამამ მშენებლობაზე ტრავმა მიიღო და მუშაობა არ შეუძლია. მეგობრებო, თქვენ მათი უკანასკნელი იმედი ხართ. არის საჭირო თქვენი დახმარება, რომ მივახციო იმდეს მაინც, რომ ჩემ თავს ოდნავ მაინც მოუვარო. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.